ჩვენ თავიდანვე მაგას ვაუბრობდით, რომ თუ მიდიხართ ბოიკოტზე, ზოგადად ბოიკოტი არის ასეთი და მარტო ეს არ არის კიდე მან ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ბოიკოტისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი ასევე არის ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ თუ არა. და ჩვენ მიდან თავიდანვე ნაკლებად გჯეროდა რომ ზოგადად ასეთ რაღაცა აქ იქნებოდა მიღწეული. ხედავთ რომ საბოლოო ჯამში ეს შედეგიც დადგა. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პირადად არც ვიღებთ საბიუჯეტო ფულს, ჩვენი აქციონერები, გირჩის აქციონერებზე თანაბრად ნაწილდება, ზოგი წირავს და ზოგს გააქვს ეს ფული საერთოდ, მაგრამ ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში ვქონდა აღებული რაღაცნაირად თანხმობა ამ ჩვენი აქციონერებისგან, რომ უარი გვერქვა მთლიანად ამ პროცესზე, თუ დანარჩენებიც უარს იტყოდნენ. დანარჩენ შემთხვევაში დავინახეთ, რომ ნიკა გვარამიამ დარწმუნებული ვარ, იმ თანხებიდან დააზღვია ეს ფული, რომელიც ზუსტად ისე იშოვა, როგორც წინა საარჩევნოდ რამდენიმე შეიძლება 10 მილიონიც იშოვა. შესაბამისად, მე მგონი ყველაფერი ცხადია. ანუ ვინც არ აიღო ეს ფული, არ აიღო იმის გამო, რომ სხვა ფულითაა გადაზღვეული, რომელიც საიდან მოდის ასევე კაციშვილმა არ იცის, მაგრამ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები არც აპირებენ. მე მგონია, რომ მანდატებზე გვარისმასაც არ აპირებენ და რა ფულით გადაზღვევას გულისხმობთ? ნუ თქვენ ხომ ქვეყანაში ცხოვრობთ, მე 9 წელი ამ ქვეყნის პოლიტიკაში ვარ და ჩვენი საარჩევნო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აი ამ არჩევნების განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი არ მინდა რომ ზუსტად ციფრი შემესალოს, მაგრამ 9 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილა. და ვიცი ამ ქვეყანაში ფული როგორ იშოვება, პოლიტიკოსებს აფინანსებენ თუ არ აფინანსებენ და დავინახეთ ისიც რომ ჩვენმა კოლეგა ოპოზიციურმა პარტიამ, რავი, რამდენიმე მილიონი შეიძლება 10 მილიონი დახარჯა. და ზოგადად ვიცი რომ ფული ასე არ იშოვება ამ ქვეყანაში და არ მოდის ბიზნესმენი და არ პირიქით მოსულა ხალხი და უთქვამს რომ მე მინდა რომ ცოტათი წაგახალისო რაღაცა ქნა და მე მithქვამს რომ იცი რა ან საჯაროდ გააკეთე ან მოიკითხე პრობლემები არ შეგექმნას და ეს ხალხი მე უკან არ დაბრუნებულა. საუბარი იყო რამდენიმე 10,000 ლარზე. და მე ადამიანების სახელგვარებით ვიცი და ანუ ბევრი ადამიანი ვიცი ასეთი და ხა როცა ვიღაცა მეუბნება რომ წინას არჩევნოთ მე რამდენიმე მილიონი ვიშოვე, მე ამჯერა რომ ეს ისე იშოვება ბიზნესმენები კეთილნებით წირავენ ქართულ დემოკრატიას. შევიჯერეთ. კარგით, გასაგებია. აუცილებლად უნდა გითხოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში გულისხმობ ორბელიანის სასახლეში მიმდინარე პროცესს იკრიბებიან ოპოზიციური პარტიები, სხვათაშორის ვიდრე ორბელიანების სასახლეს და ამ შეკრებებზე გადავალთ. რატომ ხართ დისტანცირებული ამ პროცესისგან? მე სხვანაირი ხალხი ვართ. არ გავართ ამათ ჩვენ და ისინი ცხლებიან. ანუ შემოთავაზება იყო მათი მხრიდან, ან თქვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეერთებოდით ამ პროცესს და მიიღეთ უარი თუ რატომ? ჩვენ ხო დიდხნიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ პრეზიდენტთან მაგალითად ურთიერთობა გავწყვიტეთ, მას შემდეგ რაც თავდაცვის კოდექსს ხარი დაუჭირა. ეს იყო 1 წლის წინ ზუსტად, აი დღეიდან. მაგრამ აუცილებლად მე შეგახსენოთ, რომ პოლიტიკაში როგორც წესი მუდმივი მტრები მეგობრები არა, ჩვენ პრინციპული ხალხი ვართ, ჩვენ პრინციპული ხალხი ვართ. ჩვენთვის ან ადამიანების ქმედება ლოგიკური და გასაგებია, ან მასთან ვერ ვურთიერთობთ, არ შეგვიძლია. ჩვენ თავის დროზე, როდესაც 1 წლის წინ პრეზიდენტი მოგეხსენებათ უკვე 1 წლიან ოპოზიციაში იყო ფაქტობრივად აქედან. და გამალებული კვაზი ომი იყო გაჩაღებული ქოცებსა და პრეზიდენტ შორის. ამ დროს მიიღეს თავდაცვის კოდექსი, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. შეურაცხყოფელი იყო ქართული ჯარისთვის. და მე პირადად შევხვდი პრეზიდენტს და ფაქტობრივად 1 საათის განმავლობაში ველაპარაკებოდი. ვერ მოახერხეთ მისი დარწმუნება. არა, მისი დარწმუნება, ანუ იცით როგორ იყო, რომ უბრალოდ ჩემი არგუმენტების საწინააღმდეგო აზრის სისულელე მგონია. და ამიტომ ჩავთვალე, რომ პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი. ზოგადად ამ შემთხვევაში. და დღეს რა შეიცვალა 1 წლის მერე ხოცები გამოსწორდნენ, თუ ესენი რუსები არიან, თუ ესენი ისეთები არიან, როგორც პრეზიდენტი ამკობს, როგორ შეიძლებოდა მათ მიერ რუსული თავდაცვის კოდექსის მიღებას არ შეწინააღმდეგებოდი და ვეტო არ დაგედო. და ჩვენ ეს უბრალოდ იმდენად უცნაურად ჩავთვალეთ, რომ მოსყიდულია ქალბატონი სალომე და ქართულ ოცნების თამაშობს თუ სპეციფიური ადამიანია და იმიტომ ემართება ასეთი რაღაცეები. ჩვენთვის ისე რომ შესაძლებელია ქართული ოცნების თამაშობდეს წარმოიდგინეთ მის მერე ქარტიიდან დაწყებული დამთავრებული აი ორი ყოველდღიურ ხალხს დაატარებენ შვიცალზე და შლიან მიკროფონი რო ითიშება და ზეგ გამოიარეთ და გეტყვით რომ ეუბნებიან. ანუ ფაქტობრივად ამ ხალხს რო დაცინიან. ანუ ეს ქართული ოცნების საქმეა. შეიძლება ეს ხდება შეგნებულად, შეიძლება ეს ხდება შემთხვევით, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ქართული ოცნების საქმე არ იყოს თავისი შინაარსით? 4 გამარჯვებული პარტია და არჩევნები გაყალბდა ერთმანეთის საწინააღმდეგო გზავნილებია ერთ წინადადებაში ამის თქმა ნიშნავს რომ დეგენერატი ხარ. დიახ, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება კი რა თქმა ხელს მოვაწერდი ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ როგორ შეიძლება დეგენერატი არ იყოს, როცა ამბობდნენ არჩევნები გაყალბდა და თან იცოდე ვინ არის 4 გამარჯვებული პარტია. იქნება 4 არ არის, იქნება ვიღაც შემოგიგზავნეს ერთი, იმიტომ რომ ვინც გაყალბდა მას ამის ძალაუფლება ხო აქვს. ან კიდე ვიღაცა სხვა იყო და
ის არ არის გამარჯვებული პარტია. ზოგადად აპროტესტებდი არჩევნების შედეგებს, ითხოვდი მის ბათილობას და თან იძახდი რომ მე ვარ ამ არჩევნების შედეგად გამარჯვებული პარტია. ეს ასაცილო როგორ არ არის. და თუ ამას ერთ წინადადებაში ამბობ, ანუ იმ ხელა მაღწევრობაც კი არა გაქვს, რომ რაღაცა წინადადების გვერდის ბოლოში მაინც თქვა ეს, ნუ მართლა დეგენერატი ხარ. და თუ გინდა დააკვირდეთ იმ ადამიანებს, ვინც ამას ამბობს, ახსნან ლოგიკა. თუ არიან გამარჯვებული პარტიები, მაშინ რატო აპროტესტებენ თუ ეს იციან? თუ მარტო თვითონ არიან გამარჯვებული ეს იციან. ყველაფერი თუ იციან, კაცო, ნუ რანაირად შეიძლება მაშინ აპროტესტებდნენ. მე ხო არ ვიძახი გამარჯვებული ვარ მეთქი, ანუ მე თქვი პირველივე დღეს მე არ ჩვენ წავაგეთ მეთქი, ანუ ჩვენ წავაგეთ მეთქი. მე რო გაჟონა ბიულეტინმა, არჩევნებრივი თავიდან არის გამოსაცხადებელი, ეს ხო ამბავია. ეს ჩვენ ხო არ გითხოვს რომ ჩვენს გაჭირვებას ამეშველეს, ჩვენ 100.000 ხმა გვინდოდა, ავიღეთ 62.000. მე ეს პრობლემა მაქვს, 100.000 მქონდა მიზანი, 62.000 ნამეღო. მაგრამ ამათმა ხო თქვეს რომ გაყალბებულიაო, გამარისო რა ქვიაო, ქართული ოცნებამ რაღაცა ქნა ეს. მაშინ ჩემს სასარგებლოდ რატო არაფერი არ მოხდა? ანუ მე როგორ გითხრათ, ანუ იმათ სასარგებლოდ კი არა და საწინააღმდეგოდ გაყავდა და ჩემს საწინააღმდეგოდ არ გაყავდა? იციან რა დოზით პირიქით რა ეთყობათ. მე ვფიქრობ, რომ ჩემს სასარგებლოდ გაყავდა ქოცებმა, ჩემს საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ ესენი შეარჩია გვარამიადან დაწყებული დამთავრებული დანარჩენებით არ მინდა ვინმე რო არ შემეშალოს, რომელსაც ტრამპზე უბრალოდ დედა აქვს ნაგინები, უბრალოდ უხერხულია მათთან ტრამპთან მათი შეხვედრა, რო კითხავენ ტრამპს რომ ვინ არის ამ ქვეყანაში, ერთი ვიღაცა დიქტატორის ისო რავი რაღაცა წვალობენ თავისთვის, რაღაც არჩევნებმა გაჟონა და რაღაცა ისე. ოპოზიცია ვინ არის? ოპოზიცია არის ადრე რასაკეთებდა, ადრე მოუქები იყვნენ. ახლა ვინ არიან? ახლა კონსერვატორები არიან თქვენს გემოვნების თავმოსაწონებლად. მეორე მხარე ვინ არის რომ ეუბნებიან? მეორე არიან თანამედროვე მოუქები, რომელსაც დედა აქვს თქვენზე ნაგინები. აი ეს რომ მოეწყო პოლიტიკურ სპექტრში 4-5-9-25 ამაზე ქოცური საქმე რა არის რომელსაც არც ერთს არ მიესწრება ტრამპთან როგორც აი სამყაროში ცნობილ ვოლკში დარწმუნებული ვარ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რომელი გამიწევს ნამდვილობას ასვამობ არასდროს ხო ანუ არ არის ალბათ ყველა არა რა ყველა მიშას ნაგინები ყავს გვარამიას ნაგინები ყავს მიშაზე ცოტა მოგვიანებით მანამდე მოდით გადავიდეთ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებზე სალომესაც ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ასე ვთქვათ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გარკვეული ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება იგეგმება გახარი არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მათთან ერთად და დოკუმენტის შემუშავება იგეგმება თუ როგორ და რა წესების მიხედვით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. თქვენგან მაინტერესებს ერთის მხრივ რამდენად შეიძლება რომ ვთქვათ ამ დოკუმენტს კონდეს იურიდიული ძალა, ან ვთქვათ რა ტიპის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის იმედი შეიძლება კონდეს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნების. ნუ სავარაუდოდ თქვენ მოგესწრებათ რომ ყველა ტრამპს ელოდება. როგორც ბატონმა ირაკლი კოლახიძემ ბრძანა, როგორც ტრამპი ითქვის, ისე იქნება. შესაბამისად, ახლა ყველა ელოდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი ტრამპის მოსვლისთვის იყოს გამზადებული. ჩვენ მაგალითად ბევრად უკეთესი გზა შევთავაზეთ, ვიდრე ქალბატონმა სალომემ მოიფიქრა ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკული პოლიტიკა ახლა კეთდება პლატფორმა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე. სადაც არის ტრამპიც, სადაც არის ელონ მასკიც და სადაც არის ბევრი თავისუფლების გულშემატკივარი ადამიანი და თუ რამე გინდა ამერიკულ პოლიტიკაზე გავლენა მოახდინო, ვინმეს რამე სიტყვა უთხრა მეკეთო, უნდა იყოს Twitter-ზე. და მე მინდა რომ ქართულ ხალხს ვთხოვოთ, ჩვენი პლატფორმები ვთხოვოთ, მაგრამ დაბლოკილები ვარ ტელევიზიებში და ვერ ვაწვდენ ხვას და ეს ჩვენი ოპოზიციური მედია ამას უნდა აკეთებდეს. ყველა თქვენს გარდა ყველა ტელევიზიაში ფაქტობრივად და აუ კიდე შეიძლება ერთი ტელევიზია იყოს ან ორი. დარჩენ ყველგან დაბლოკილები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ჭკუა რო ხონდეთ ამ მედიებს, აი როგორც თავის დროზე NBA vote ზაზაფაჩულია ქონდა მთელ საქართველოს დაწყებული კამპანია, ზუსტად ასე უნდა ვთხოვოთ ელონ მასკს და დონალდ ტრამპს, რომ ინფორმაცია ჩვენ შესახებ არ მოისმინონ არასწორი წყაროებით და არ გაიზიარონ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ქართული ოცნება დაალაგებულად მიუტანს ტრამპს ინფორმაციას ქართული ოპოზიციის შესახებ და სთხოვს მათ, რომ აი ესენი ყავდა მოწინააღმდეგეებად, როგორც თქვენ ყავდათ აქ რაღაცა კამილა ჰარისები და ვიღაცები ლიბერალები და ასე შემდეგ და აი ამათმა გაგვიშრეს სისხლი. და რაღაცნაირად მივაწოდოთ უნდა ალტერნატიული ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ამაზე უარესია. ისინი იყვნენ მოუქებიც თავის დროზე. ისინი არიან უარესია. აი მოწინააღმდეგე მხარეზე, მოუქიზმის თვალსაზრისით, მათ მიღებულია ყველა კანონი, რომელსაც ტრამპი ებრძოდა ამერიკაში. ესენი იყვნენ და არიან თავარი სოციალისტები სინამდვილეში, მაგრამ ვინოიდან მოწინააღმდეგე ყავთ აი ასეთი მათზე უარესი, სულ შეუძლიათ, როგორც ქართველ ხალხს ეუბნებიან ტყუილებს, რომ ჩვენ კი ვართ, პრინციპში მაინც ჩვენ სასწაული ხალხი არ ვართ, მაგრამ ოპოზიცია ჩვენზე უარესია. ისინი ეცდებიან ამ ნარატივის ტრამპის ადმინისტრაციაზე გაყიდვას. და მე მინდა რომ ქართულ ხალხს რაღაცნაირად თხოვო, რომ გადმოდით ხალხო პლატფორმა X-ზე და ერთად მივაწვდოთ, თქვა დავტაგოთ, უთხრათ, რომ
სხვადასხვა ფორმით ელონ მასკს უთხრა ტრამპის ადმინისტრაციას, სხვადასხვა ადამიანებს ამ ადმინისტრაციაში, რომ ანუ ოპოზიცია გასაგებია რაც არის, მაგრამ ჩვენ მართლა ვჭირდება ახალი არჩევნები, იმიტომ რომ მეტი ამ ქვეყანას ახლა არაფერი არ უშველს. და ჩვენ ზოგადად ხალხმაც არასწორი არჩევანი გააკეთა. მთელი პრობლემა იმიტომ რომ ხალხი მოატყუეს. არა, მაგრამ სხვა რამეა, კაცო, ტრამპის მოსვლა ამერიკაში რაღაც იდეას ნიშნავს, რომლის შესახებაც ქართული მედიის დამსახურებით ხალხმა არაფერი არ იცოდა. მარტო ჩვენ ვიყავით იმ იდეით არჩევნებზე გასული, ვიდრე ტრამპმა ამერიკაში არჩევნები მოიგო. და ჩვენ უბრალოდ ხალხი მოვატყუეთ, რომ თითქოს ამერიკა ყოფილიყო აი ეს ვოუქების და სოციალისტების ერთობლიობა. თელმა ოპოზიციურმა მედიამ 4-5-9-25 რო გაიძახოდნენ. სინამდვილეში ხო ეს ჰქონდათ აღებული და მეორე, ქართულმა ოცნებამ ისე განმარტა კონსერვატორიზმი წინასაარჩევნოდ, რომ შეუძლებელია მაგით ან კონსერვატორიზმის შინაარსი გაიგო, ან ზოგადად ჩათვალო, რომ შენ ამორჩეველი ინფორმირებული ყავდა, ან საკუთარი იდეოლოგიური ხედვის შესახებ, ან ზოგადად სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ბევრი რამე გაირკვა ამ პერიოდში. ისიც გაირკვა, რომ ბიულეტინმა ნახდად გამოჟორნა და ყველა დასკვნით ფარულობა დარღვეულია ამ ქვეყანაში. ხო და მართლა ვჭირდება ახალი კონფიგურაცია. იმ მასშტაბით არის დარღვეული, რომ ამან შესაძლებელია და შესაძლებელი იყო მოეხდინა გავლენა საბოლოო შედეგებზე. არა, რას ლაპარაკობ, ბიულეტინმა რო გაჟონა, ყველა ბიულეტინმა რო გაჟონა, ხო დავინახე. ხო, მაგრამ ეს ხო კონვერტში იყო ჩადებული. არა, მაინც ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ რასაც გეკითხებით, იმ მასშტაბით გაჟონვა იყო და ფარულობა იყო უფრო სწორად. ფარულობა იყო იმ მასშტაბით. მე ნაკლებად ვჯერა, მაგრამ 24%-ია და ეწერა უთოს ოდირის დაცვაში. მე მგონია რომ 90%-ზე მეტი იყო. იმიტომ რომ მე თქვენს კოლეგებსაც ველაპარაკე. ბევრი საერთო ნაცნობები ყავს მოგიხსენებათ და თქვენი კოლეგები რესპონდენტებს არჩევდნენ იმის მიხედვით, რა ჩაეწერათ, რომელი ქონდა გაფერადებული და ამას ხედავდნენ მაშინ ეს აგდებდა. ხალბატონმა სალომემ რო ლელო შემოხაზა, ისიც კი დაინახეს ჟურნალისტებმა, გესმით? ანუ წარმოიდგინეთ, რომ ყველა მთელ ქვეყანაში ვინც ბიულეტინთან ახლოს მივიდა, საკუთარი არჩევანი საჯარო გახადა. მე ამ დარღვევის გამო მგონია, რომ ჩასატარებები არჩევნები და იმ პროცესების გამო. მე რაც მოყვა ამას. ყობახიძე რო გამოვიდა და თქვენ რომ შევაჩერეთ ცვლაო. კაცო, ცოტა ხნის წინ ევროპისკენ შევაჩერეთ ცვლა რო თქვა. ნუ როგორ რაც თქვა, არ მინდა დეტალებში ჩასვლა, მაგრამ რაც თქვა. მაგრამ ის ხო ეწინააღმდეგებოდა დაპირებას ღირსებით ევროპისკენ. თავისი შინაარსით. ანუ გამოვიდა რომ აი ვინც ხმამიცა, იმანაც არასწორ ამას მიცა ხმა და სხვა რამე გაუკეთეს არჩევნებიდან ერთი თვის ბოლოს. და მე მგონია რომ ახალი არჩევნები მათ შორის შეიძლება არ მოეწონოთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რასაც ვიტყვი. ახალი არჩევნები შემოდგომაზე არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ადგილური თვალსაჩინოს არჩევნებთან ერთად. მანამდე ის ხალხი, ვინც ახლა ვითომ რაღაცა შვება, მართლა უნდა შევიდეს პარლამენტში, ოღონდ ამ პირობით, რომ შემოდგომაზე არჩევნები იქნება და მანამდე კანონმდებლობას გამოასწორებენ. ეს არის გასაკეთებელი, ამაზე სერიოზულად ლაპარაკია დასაწყები. და მაშინ გვექნება პასუხი კითხვაზე, თქვენ რა გინდათ? როცა ვიღაცა კითხულობს, თქვენ რა გინდათ? ტრამპის ადმინისტრაცია რო იკითხავს, თქვენ რა გინდათო? ახალი არჩევნებიო? ვისთან უნდა ილაპარაკოს? ბატონო იაგო, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან. საჯარო უნდა გახდეს ახლასაც ერთმანეთში კურკურებენ. ყველა მიცის ახლა რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ყველასთვის ხადია რომ ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ყველგან უბრალოდ ჯერ ვერ შეთანხმდნენ ამაზე. მოლაპარაკება დადახურულ კარს მიღმა, სადაც ჩუმად მიმდინარეობს მოლაპარაკება და ბევრი სხვადასხვა წყაროებით. უბრალოდ ყველა ტრამპს ელოდება. არა, მე 4 წელს ვიყავი ამ პროცესების ნაწილი და ზუსტად ვიცი როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. უბრალოდ ახლა არავინ არ არის ისეთი, რომელსაც გულწრფელობის უნარი ეყოფა და ხალხს მართლა მოუყვება რა ხდება იქ. ეგ ჭამა ხალხმა რომ ჩვენი ხარა ვართ. იმიტომ მოუყვებოდით უბრალოდ რა ხდებოდა შემდეგ და რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თქვენგან დისტანცირებას სცადეს ოპოზიციონერმა. არა, ჩვენ არა ვართ, ანუ ჩვენ საპარლამენტო პარტია არ ვართ და ქოცებს ინტერესი აქვს რომ მოლაპარაკონ საპარლამენტო პარტიებს. მათ შორის რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეს ფაქტია. ხო, მაგრამ თქვენთან საუბარი სწორედ ამით დავიწყო და თქვენ თქვით რომ თქვენვე მოახერხეთ ერთგვარი დისტანცირება და არ ქონდათ იმის სურვილი რომ ამ პროცესში შეერთებოდით. არა, ახლა უბრალოდ საყოველთაოდ ყულში ჩვენ არ გვიდა მონაწილეობის მე აქ ერთმანეთს ატყუებენ. ეს ხალხი უბრალოდ ჯერ ქარტიით ატყუებს ერთმანეთს. მე სხვადასხვა რაღაც ახალ გასართობები აქვს, რომელსაც უბრალოდ არაფერი კავშირი ჩემთან არ აქვს. მე არ მინდა ვიყო პასუხისმგებელი. 29 დეკემბრის შემდეგ რა იქნება როგორ წარმოგიდგენთ? 29 დეკემბრის შემდეგ ინაუგურაცია არის დაგეგმილი და ჩატარდება ინაუგურაცია. შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს ორბელიანების სასახლე. რას ელოდებით, რა ტიპის მოლოდინი გაქვთ? იმის გათვალისწინებით რომ მაგალითად ანადოლიძე ამბობს რომ დარჩეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეს არის მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია, შესაბამისად მას დაუდგებით ფიზიკურად გვერდით დავიცავთ. ნაწილი მაგალითად გახარიები ამბობენ რომ არა, ჩვენ რადიკალურ ფორმებში პროტესტში არ მივიღებთ მონაწილეობას. ასევე პროტესტი, მხოლოდ ეს არის სწორი გზა ამბობს ჯაფარიძე ლელოდან.
აი როგორ ხედავთ რა შეიძლება მოხდეს? ჩემზე მეტად ახალი არჩევნები არავის არ აწყობს. ვერავინ ვერ დავადანაშაულებს მე იმაში, რომ ახალი არჩევნები არ მინდა, არ მაწყობს, ჩემს ინტერესებში არ არის და რაღაცა უბრალოდ მე არ მჯერა, რომ განსხვავებული შედეგის მიღების იმედი გაქვთ? არა, იმედი კი არა მაქვს. მე მინდა რომ გამოუვიდეთ. მე მინდა რომ ქოცებს მოუწიოთ ახალი არჩევნების ჩაშლა. ღირსები არიან. ან მართლა ღირსები არიან, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, რომ ეს მოუწიოთ. იმიტომ ზედმეტი მოუვიდათ. ანუ ხო ყველა ხდება, რომ ზედმეტი მოუვიდათ. საბოლოო ჯამში რაც ხოცებს ჭირთ, ყველგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რომ ზედმეტი მოძდით. და ახლა ამ არჩევნებზე ზედმეტი მოუვიდათ და მინდა რომ პასუხი აგონ ამაზე. პასუხი აგონ სწორად, როგორც საჭიროა და ასევე ახალი არჩევნები, იმიტომ მინდა რომ ეს ხალხი, რომელიც აქამდე ვოუქების ტყვეობაში იყო, რომელსაც უბრალოდ არ იცოდა ფიზიკურად რა ხდებოდა ქართული მედიის დამსახურებით ამერიკულ პოლიტიკაში, რა ხდებოდა მსოფლიო პოლიტიკაში. ნელ-ნელა იღვიძე და გვჭირდება ახალი არჩევნები უკვე აზრზე მოსულებს, იმიტომ რომ ჩვენაც არჩევნები ჩავატარეთ. ხალხი აზრზე არ მოგვიყვანს დანიშნვის შემთხვევაში საინტერესოა მოლოდინი როგორი გაქვთ, აღქმა როგორი გაქვთ. იგივე შედეგი დადგება თუ შესაძლებელია თქვა ტექნიკური მთავრობა, რაზეც ქარტია და სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, აი იქამდე მივიდეთ. არა, იგივე ჩემი აზრით ვერ მოხდება. იმიტომ რომ მე მგონია რომ ადამიანების განწყობა შეიცვალა და ბევრი ადამიანი დაფიქრდა რომ მათ შორის დაფიქრდა ვის მიცახმა, რატომ მიცახმა, რამდენად გააზრებული იყო ეს არჩევანი. მე ყოველდღურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ძალიან სწორად უკვე სახუმარო თემადაც კი იქცა მათ შორის ჩვენს დილის ლაივებში, რომ ხალხი ინანიებს არასწორ არჩევნებს. მაგრამ სინამდვილეში, ანუ გასაგებია რომ ამას მონანიება ჭირდება, იმიტომ რომ როცა არ იცი რაღაცას, ისეთ რაღაცას შემოხაზავ, არ გიფიქრე რატო გააკეთე ეს. გინდა ასე, გინდა ის. ეს პოლიტიკური კრიზისი. ქართული ოცნების და იმ ოპოზიციის, ვინც გადალახა, იმათი ამომრჩევლების პრობლემა ხო არ არის შემთხვევით. მაგათმა არ დაუჭირეს ხარი ამას. მაგათმა არ იცოდა ამომრჩეველმა, რომ საბოლოო ჯამში ეს აქამდე მივიდოდა. შენ თუ ისევ ქოცნაცულ ბრძოლას დატოვებდი დღის წესრიგში. საბოლოო ჯამში ეს აქამდე მივიდოდა და მე მოლოდინი რომ ადამიანებმა შეიძლება რაღაცა გადაიაზრონ. გასაგებია 29 დეკემბრის შემდეგ არაფერი არ მოხდება ჩემი აზრით 29 დეკემბერი მე ვფიქრობ რომ არაფერი თარიღი არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულებით. მე ვფიქრობ რომ თარიღი არის ტრამპის მოსვლა ამერიკის პრეზიდენტად. მაგას აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვენ მოლოდინი გაქვთ რომ სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს და არაფერიც არ მოხდება. არ ვიცი შეიძლება არ დატოვოს, მაგრამ არ დატოვების შემთხვევაში ეს უკვე გავერთობით. გასართობი იქნება ნამდვილად. არ იქნება გასართობი. როგორ იქნება გასართობი? არ დაგეთანხმებათ ნაწილი ყოველ შემთხვევაში საზღვარგარეთ. რომელი ნაწილი არ დაგეთანხმება? წარმოიდგინეთ მე რას გულისხმობ გაერთოში. ანუ წარმოიდგინეთ რომ ამ წუთას არის გავრცელებული ესეთი არასწორი ინფორმაცია რომ ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი არის ქალბატონი სალომე. ჩემი აზრით ქალბატონი სალომე არის ყველაზე არალეგიტიმური ადამიანი ახლაც. და რატომ? ქალბატონი სალომე ვინც აირჩია, ვინც ლეგიტიმაცია მისცა. იმ ამორჩევლების 90% ახლა არის მის წინააღმდეგ და ვინც მის ლეგიტიმაციას არასდროს არ ცნობდა. იმის 90% ახლა არის მის მხარეს. ანუ თუ რაღაცა შეიძლება იყოს ლეგიტიმაციის დაკარგვა, ის არის რომ ვინც აგირჩია ის გაგინებს და ვინც რუსეთის ვიღაცას და ასე შემდეგ თვლიდა და შენს ლეგიტიმაციას არ ცნობდა, ის არის შენიანი. ანუ ჩვენ თელმა ქოცურმა მთავრობამ თავის პრეზიდენტიანად სხვადასხვა ფორმით დაკარგა ყველამ ლეგიტიმაცია. ამიტომ გჭირდება ბევრი არჩევნები ერთად. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც გჭირდება, იმიტომ რომ ისიც კარგავს ლეგიტიმაციას. ანუ ხარ რომ ოქტომბერში დაინიშნოს ახალი არჩევნები. კი, ყველაფრის არჩევნები ერთად, ორივე არჩევნები ერთად დაინიშნოს და მერე უკვე ერთად არჩევთ ახალი პრეზიდენტი. ეს მგონია ყველაზე, იმიტომ რომ სხვა გზა, რასაც მე ამის გარდა, სხვა გზა ყველაფერი გადის კონსტიტუციის დარღვევაზე. მაშინ მე ვიღაც უნდა მოვიდეს და მითხრას, რომ მე მზად ვარ კონსტიტუციის დასარღვევად და აბა წავედი. ანუ თქვენთვის 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი და თუ კი ის ახლა ვთქვათ პარლამენტს დაითხოვს ან რაიმე მსგავსი მოქმედებას განახორციელებს გავა კონსტიტუციური ჩარჩოები. არა, მაგრამ ჩვენ არც პარლამენტი არ აქვს, ჩემი დამოკიდებულებით, არც პარლამენტი არ აქვს, არც პრეზიდენტი ყავს და ესენი ვინ რას დაითხოვს ერთმანეთში, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რას აღიარებს ქართველი ხალხი, თორე სამართლებრივად ესენი არც ერთი არ არის ლეგიტიმურები ჩემი აზრით. დაფინანსებაზე უარს ამბობთ ერთმნიშვნელოვნად. ჩვენ დაფინანსებას ისედაც არ ამბობთ უარს, ცხადია რომ ლეგიტიმაციას მაშინ თქვენც აღიარებთ. ვის ლეგიტიმაციას ვაღიარებ? პარლამენტის ლეგიტიმაციას. პარლამენტის ლეგიტიმაცია პირველივე დღეს ვაღიარებ. პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომ ქართულმა ხალხმა ეს გადაწყვიტა რაღაცნაირად ვაღიარებ, მაგრამ მე დავინახე კანონდარღვევა. კანონდარღვევა. მე ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, ქართულმა ხალხმა უნდა აღიაროს პარლამენტის ლეგიტიმაცია. მე ვაღიარებ, მე ვამბობ იმას, რომ ეს კანონდარღვევა და ვითხოვდი, რომ პრემიერ-მინისტრი მოსულიყო სადებატო თქვენს ეთერში მათ შორის და მათ შორის ამასთან დაკავშირებით. აი ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები სწორად ჩატარდა თუ არ ჩატარდა. რაც შეეხება ლეგიტიმაციის აღიარებას, ერთი პარტიის 3% რო აქვს აღებული. მაგის კომპეტენცია ეს არ არის. და მე ვთქვი, რომ თუ დანარჩენები, ვინც 97 აიღო, ამას უარს იტყოდა, მეც ავტომატურად
ავტომატურად მოიქცეოდი ისე, იმიტომ რომ ეს არის 97% ქართველი ხალხისას ისინი წარმოადგენენ. ანუ 97% იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ამოიწურა საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებული დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა იყო 26 დეკემბერს 18 საათამდე. ნიშნავს, რომ თქვენც აიღებთ ისევ როგორც სხვა დანარჩენი პარტიები. ხო, ერთი განსხვავებით. ეს მინდა რომ გავაზუსტო. ხო, ეს არის კოალიციის პარტიების, ნახეთ, სხვა პარტიების ფული მიმდინარეობს პარტიის ვიღაცა ხალხის რაღაცაში. ჩვენი პარტიის ფული. ანუ ადამიანების შემოწირულობის და აქციების წილის პროპორციულად. ანუ თქვენ რო წარმოიდგინოთ, მე დაახლოებით 5% მაქვს აქციების. ანუ ასე რო წარმოიდგინოთ 3000 კაცზე გადანაწილებული აქციები. ამ აქციონერების საკუთრება მათ ანგარიშზე მიდის და ავტომატურად ისინი განკარგავენ ამას. მე ერთადერთი ლეგიტიმაცია. ჩაგირიცხავენ შემდეგ გაჩნდნენ. თუ გაიტანენ, ანუ ასეთი ხალხი ყავს, ისეთი ხალხი ყავს. მაგრამ ერთადერთი ლეგიტიმაცია, რომელიც მე მქონდა ზოგადად ამ ხალხისგან იყო ის, რომ თუ დანარჩენი ქართველი ხალხი 97% არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ჩვენ არ ვიქნებოდით განსხვავებულ აზრზე და ზუსტად ისე მოვიქცეოდით, თორე ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ შესაბამისად ამ მხრივ. ჩვენი აღიარება არ ჭირდებოდა ამ. კარგი, რომ ფაქტობრივად ამოიწურა, მაინც მინდა რომ მოვასწრო ერთი შეკითხვა, რესურსი მაინტერესებს აი ამ პროტესტის და იმ მოთხოვნის, რომელიც ახალი არჩევნების დანიშნვის სახება, თქვენი ციტატა უნდა წავიკითხო, რამდენიმე კვირის წინ ასეთი რამე თქვით, რომ თქვენს თავს დააბრალეთ მერე რაც მოხდება, რაც აქამდე მიტინგი ვერ დაიშალა, იანვარში მოვა საცივი და ყველაფერს დედას უტირებს ხომ იცით. შეიცვალა ეს მოცემულობა დამოკიდებული. იცი რა ვაკვირდები, მე მგონია რომ საცივი არ არის ხელწამოსაკრავი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ცოტა დრო დარჩა ფიზიკურად და ვნახოთ უბრალოდ იცი როგორ არის მე მაინც მგონია რომ ამ აქციას იმისთვის რომ სხვა ეტაპზე გადავიდეს და საცივისნაირმა დაბრკოლებებმა ვერაფერი ვერ უყოს, ჭირდება სხვა ეტაპზე გადასვლა. და ეს სხვა ეტაპზე გადასვლა. გეტყვით ახლა და ეს სხვა ეტაპზე გადასვლისთვის არის ის რომ ჩვენ ყველანი ღიად საჯაროდ ლაპარაკობთ პრობლემებზე. ანუ უტო-პუტო ზუგს უკან კი არ მიდის. რა მოლაპარაკებებიც ახლა ქართული ოცნების უკან ან პარტიების შორის ერთმანეთს შორის მიმდინარეობს, ეს რო გამოვა, თქვენთან რო დაждდებიან პარტიები, დაიწყებენ კამათს, დაიწყებენ განსხვავებულ აზრს და საზოგადოებას შესთავაზებენ, როგორ გითხრათ, მენიუში ერთი რაღაცის გარდა, ერთი რაღაცა ხმა არ დაიკარგოს, რაღაც ერთი მესის გარდა განსხვავებულს, მაშინ გამოჩნდება სხვა გამოსავალი, თორე ნუ რავი, საცივმა რო არ შეჭამოს ახალ წნაშობამდე, მერე სიცივი ან სხვა რამე იგივენაირი ფაქტორი განლევს ამ პროცესს, თუ ის დარჩება ისევ იდეის გარეშე და ამ წუთას, გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები და ყველას ესმის ძალიან მარტივად პატიმრების გამოშვება, სხვა იდეა ამ აქციას პოლიტიკოსებისგან არ ემატება, რაც ცხადია რომ პრობლემაა ჩემი აზრით. მადლობა.